რამდენი სოფელია გარე სამყაროს მოწყვეტილი, რამდენ ხანში შეძლებენ ამ სოფლებამდე მისვლას. კიდევ რამდენ ხანს უნდა შეძლონ მოქალაქეებმა შუქის, გაზის, წყლის, გზის გარეშე გაძლება. რამდენ ადამიანს დაენგრა სახლი გურიაში, რამდენს დასჭირდა ევაკუაცია. მზად აქვს თუ არა ევაკუაციისთვის საშესაფრების საკოორდინაციო შტაბს. ეს არის შეკითხვები, რომლებზეც ჯერჯერობით პასუხი სამთავრობო საკოორდინაციო ჯგუფს არ გაუწია. მიმდინარე მოვლენებზე დაკვირვება უკვე აჩვენებს, რომ სახელმწიფომ არ მიიღო სათანადო პრევენციული ზომების სიცოცხლისა და უსაფრთხოების დასაცავად მაშინ, როდესაც იცოდა ან უნდა სცოდნოდა ვითოვლობასთან დაკავშირებული საფრთხეების შესახებ. რეგიონებში არსებული ღრმა სიღარიბე და მძიმე საცხოვრებელი პირობები მოქალაქეებს რთულ ვითარებაში აყენებს, რაც ასევე სახელმწიფოს პასუხისმგებლობა. ინტენსიური თოვლისა და ძლიერი ყინვის გამო საქართველოს რამდენიმე რეგიონის სოფლების ნაწილი გარე სამყაროსაა მოწყვეტილი. გურიის, აჭარის, იმერეთის, სამეგრელოს მოსახლეობის ნაწილი კრიტიკულ მდგომარეობაში რჩება, მათ დიდ ნაწილს გაზი, ელექტროენერგია ან ინტერნეტი არ აქვს. მოქალაქეები უთითებენ, რომ ისინი ფაქტობრივად საკვების გარეშე არიან დარჩენილები და შეფერხებული საავტომობილო მოგზაურობის გამო ვერც დათოვლილი ტერიტორიის დატოვებას ახერხებენ. მედიისთვის ცნობილია მსხვერპლის შესახებ. ადამიანი გაიყინა ქობულეთში, ხუთსუბანში. მოქალაქე სახურავიდან გადათოვლის დროს გადმოვარდა და დაიღუპა გურიაში. ასევე გურიაში დაიღუპა 85 წლის ქალი, რომელიც მოხუცდება სული და სახელდება დიაბეტით გამოწვეული პრობლემები ან ინსულტი, ზუსტი მიზეზი უცნობია. სტიკის ეპიცენტრი არის გურია, როგორც თქვით, დახმარებას ითხოვს გასობით მოქალაქე შველას და ამის შესახებ ყოველწუთიერად წერენ ჯგუფში მოხალისეები გურიისთვის. ნახეთ, რას წერენ აქ მოქალაქეები. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელი ნინოშვილი სახლში ბავშვები და ქალები არიან, ვერ გამოდიან გარეთ, წამლების ჭირდება სახლის სახურავზე, დიდი თოვლია, რაც სახლის დაზიანების საფრთხეს ქმნის. ოზურგეთის სოფელი ჯუმათი, უბანი ლაშე, არ არის წყალი, შუქი, არ არის გზა, თოვლის საფარი 2 მეტრამდე აღწევს. ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც ხანში შესულები არიან, სახლები დანგრევის პირასაა, მოსახლეობას ეწურება საკვები. ოზურგეთის სოფელი მელექედური, ავარიულ სახლში 2 მარტოხელა ქალია, აუცილებლად სჭირდებათ სახლის გადათოვლა, იქნებ დაეხმაროთ. ჯოხატაურის სოფელი ქვენობანი, ჩაწოლილია ქალი, მისი შვილი, ისიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონია, მარტოები არიან, კაციშვილი არაა პატრონი. სოფლის გამგეობამ ვერ გეხმარებით ვერაფრითო. მთელი ღამე ისხდნენ და ელოდნენ, როდის ჩამოენგრეოდა სახლი. სოფელი კოხნარი, მოსახლეობა ისევ მძიმე მდგომარეობაშია და ითხოვს დახმარებას. საკვების მარაგი ეწურებათ. სოფელი ანასეული, ასაკიანი ადამიანი ჩარჩენილია სახლში, სავარაუდოდ ტელეფონი დამჯდარი აქვს, ბოლოს კონტაქტზე 2 დღის წინ იყო. გურია, ჭანიეთი, ქაქუთი, პარალიზებულია 5 დღეა. არავინ შესულა სოფელში, ტექნიკაა საჭირო, გზა არის გასაწმედი, ხალხს საკვები, მედიკამენტები უთავდება. ჯოხატაური, შუა ამაღლება, ქვიშნარა, გუშინ შუადღიდან ვეღარ გავდივართ კონტაქტზე 74 წლის ბაბუსთან, მარტოა სახლში. სოფელი შრომა, მოქალაქე არის გულზე ნაოპერაციები, უკვე რამდენიმე დღეა ვერ უკავშირდებიან ოჯახის წევრები. ლანჩხუთი, სოფელი ჭანჭათი, ესაჭიროებათ დახმარება, თოვლმა ჩამოანგრია სახლის სახურავი. ოზურგეთის სოფელი ბახვი, მოხუცი დედმამა მყავს 75 და 84 წლის. ჭიდან წყალი რომ ამოიღონ, იმის საშუალებაც კი არ აქვს. დენი, გაზი გათიშულია, თოვლის სიმაღლით ფანჯრებს წვდება, ნელ-ნელა ქოლავს. მეოთხე დღეა კონტაქტზე ვერ გავდივართ, 2 მეტრში მცხოვრებ ასაკოვან ბებიასთან და ბაბუასთან. ერთს დიაბეტი აქვს, მეორეს ახალი გადატანილი ინსულტი. სოფელი ნაკადული, ჩოხატაური, მოხუცებულები არიან ჩარჩენილი, 75 წელს გადაცილებულები. დილით ვესაუბრე, თოვლი უკვე 2 მეტრსა და 20 სანტიმეტრს აღწევდა. ერთი მოქალაქე აქვეყნებს დანგრეული სახლის ფოტოსაც, საიდანაც თავად წერს, რომ 83 წლის ბებიამ ბიძამ და პატარა ბიძაშვილმა ძლივს გამოასწრეს, ფეხსაცმლის ჩაცმაც კი ვერ მოასწრო ბებიამ, ფეხში შველი იარა შორეულ მეზობლამდე, არავინ კითხულობს უსახლკაროდ დარჩენილების ამბავს. ამავე ჯგუფში იპოვით ასეთ ჩანაწერებსაც, იპოვეს, სოცხლები არიან, საჭმელი მიუტანეს, გადარჩნენ, გამოიყვანეს, უშველეს. ამას ზოგჯერ მაშველები აკეთებენ, ზოგჯერ მოხალისეები, ზოგჯერ ოჯახის წევრები. ასეთია მაგალითად ერთ-ერთი ისტორია, როდესაც ოჯახს გურიაში თბილისიდან ჩააგიტყეს. 12 საათი მოანდომეს გზას, სადამდეც მანქანით მივიდნენ, მანქანით იარეს, შემდეგ ფეხით. ოჯახთან შეხვედრის კადრები ცხადია, ემოციურია. ესე გადავადგილდებით. გამოვიარეთ. არ ვიცი რამდენი, ალბათ 9 კილომეტრი. აბა.
მოხალისეები აქტიურად არიან ჩართული პროცესში, ჩართულია ნანუკას ფონდი, მოქალაქეები თბილისიდან, ქუთაისიდან, ბათუმიდან ჩავიდნენ გურიის სოფლებში, ცდილობდნენ მივიდნენ იმ ადგილებამდე, სადაც მანქანა ვერ აღწევს. ახლა გაჩვენებთ ერთ ვიდეოს, სადაც სავარაუდოდ მარტოხელა ქალთან მიიტანეს საკვები, წამლები. ეს კადრი აღწერს ვითარებას, საიდანაც ნათლად ჩანს, რომ დიდ თოვლობა ერთადერთი პრობლემა ნამდვილად არ არის. ბებო დაგვირდი მოგიტანეთ და ხო ყველაფერი საჭმელი და წამლები მოგიტანეთ ბებო. აუ სასმელი წყალი გადმოიტანე გიო მანქანიდან. აგერ არის ბებო წამლები. აუ აქ რატო არის მოხალისეების კიდევ ერთ კადრს გაჩვენებთ, ქალი, რომელიც დამხმარე საშუალებით გადაადგილდება, აქ ის კარგად არ ჩანს კადრში, მაგრამ ხმა და ემოცია ყველაფერს ამბობს. გამარჯვებული გამყოფათ მერტმა, გასაღებული გამყოფათ მერტმა, და მოკალი ჩვილები. სადაურები ხარ? ქუთაისში. ვაში გასახადები. ალბათო. ესე იგი, ბევრი არაფერი არა. პური არის, პატარა რაღაცა, სამკლები წამოგიღეთ. შაქარი და სახში მოიგეთ. სახლების თოვლისგან გაწმენდაში მოქალაქებს გურიაში ეხმარებიან მსახიობებიც, მათ შორის არის კივიკო ბარათაშვილი, ირაკლი კვირიკაძე არიან, ბექა ხაჩიძე, გიგა დათიაშვილი. აბა, როგორია მუშაობის პირველი დღე ძმებო? რა როგივი? აგარამი. ავარჩაროთ. რა, აი, ისა ბიჭებს აქეთ იგება, რა. არა. ისინი რა ყოლა შეგნიან არქიტექტორე. აუს. გამოთალა მოიცა. მოხალისებს მოუწოდებენ იყვნენ კოორდინაციაში სამთავრობო შტაბთან, რადგან ისინი არ გახდნენ თავად დასახმარებელი, ასე თქვა გუშინ კობახიძემ, გავრცელა ასეთი განცხადება შტაბმაც. ფაქტია, მოქალაქეებმა უფრო ადრე დაიწყეს და შეძლეს კიდეც მობილიზება ვიდრე სამთავრობო გუნდმა. უკვე ვრცელდება კადრი, სადაც თავდაცვის ძალები ეხმარებიან სახურავისგან კიბის ეზოს თოვლისგან გაწმენდაში, ასევე ვიდეო, სადაც თავდაცვის სატვირთო მანქანას მოხალისეების უფრო უდერების დახმარება დასჭირდა. ოფროუდის ჯგუფები გუშინდელი დღიდან გურიაში იმყოფებიან, ეხმარებიან მოქალაქეებს სამაშობლო ოპერაციებში. ცხადია, ჩართული არიან მაშველები, მათ გამოიყვანეს სტიქიის ზონიდან რამდენიმე ოჯახი, მათ შორის სოფელ ჯუმათში თოვლში მოყოლილი მცირეწლოვანი. Იტოტებია გილიო და მიაქციო ყურადღება. ახლა გადავინაცვლოთ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით დიდთოვლობის გამო 150-მდე სოფელია გარესამყაროს მოწყვეტილი, 30,000-მდე აბონენტს არ მიეწოდება დენი, ნაწილს ასევე გაზი, 12 სოფელია ჩაკეტილი საჩხერეში, სოფელ ჭოგნარსა და ნოღას შორის სამტრედიაში ცენტრალურ გზიდან 200 მეტრშიც კი მოსახლეობას ამ დრომდე მოსახლეობა დახმარებას ითხოვს, მაგალითად სარო კუტალაძე ფორმულას უყვება, რომ ამ დილით დიდთოვლობის გამო მისი სახლის აივანი ჩამოინგრა, სახლიდან გასვლას ვერ ახერხებს. ახლა საშიშროება არ ჩამოინგრეს იმ ოთახის კედლებით, სადაც თავად იმყოფება, მასთან დასახმარებლად ვერ მიდიოდნენ დღის პირველ ნახევარში, ვერც მეზობლები, რადგან ერთმანეთთან მისასვლელი გზებიც კი არ არის გაწმენდილი. ამ დილას 8 საათზე ჩამოინგრა აივანი. კარებს ვერ ვაღებისია ჩამონგრეული. გზა არ არის. მეზობელმა მაინც რომ მოვიდეს, ხო ყველა პენსიონერი ვარ დარჩენილი ამ კუთხეში, რა შეგვიძლია, მაგრამ მაინც შეიძლებოდა. გზა არ არის. ცენტრალურ გზაზე 200 მეტრით ვარ დაშორებული, არც ისე დიდი მანძილია. აი ეს გზა რო გაიწმინდოს, ჭიშკრიდან ჭიშკრამდე მისასვლელი გზები.
ამას ვითხოვ მეტი არაფერი, მაგრამ პროვა არ ჩერდება. მითხელა თავლია გადმოსული აგერ იმაზე ამოთახზე სადაც ვარ. მე შინია ახლა ეს თუ ჩამოინგრა შიგმოვყვები სადაც ხუმელი მიდგას იქ ვარ. თითოეულობა პრობლემები შექმნა სამეგრელოშიც, მათ შორის წალენჯიხაში ერთ-ერთ ოჯახში სახლის სახურავის ნაწილი ჩამოინგრა. ეს ოჯახი მერიამ ქირით გაიყვანა. 9 საათი იყო, ის გრებისმალი იყო. აგურებით ჩამოვარდა. ჭერო ჩამოინგრა, ჩამოგივიდათ წყალი ხვევითაც. კი, ჩამოვიდათ, თოვლის ჩამოვიდა ქვემოთის წყალი. ძალიან ცუდი მდგომარეობა ამ სახლში. და ბავშვებს ვერ ვეშინიათ რამის. და საცხოვრებელი არ არის, εμείς მეტი არაფერი არ აქვს. სამეგრელოს გურიის აჭარის მუნიციპალიტეტებში შეწყვეტილია სასწავლო პროცესი სკოლებში. 2 მეტრს აჭარბებს თოვლის საფარი მაღალმთიან აჭარაში. მოქალაქეებმა ტექნოლოგიურ ცენტრში კორპუსის სახურავის თოვლისგან გაწმენდა თავად დაიწყეს. აჭარაში დაბლობსა და სოფლებში პერიოდულად არ იყო ხოლმე გაზი, წყალი ან შუქი, განსაკუთრებული პრობლემები იყო შექმნილი გზებთან დაკავშირებით ბათუმში. მოქალაქეები იტყობინებოდნენ, რომ სტიქის პირველ 2 დღეში ფაქტობრივად ვერაფერი გააკეთა მთავრობამ, შემდეგ უკვე თოვლმა დნობა დაიწყო. საწინააღმდეგოს ამტკიცებდა ადგილობრივი თვითმმართველობა. ახლა ვთქვათ, რას ამბობენ ან რას აკეთებენ საკოორდინაციო შტაბში, რომელიც გუშინ შეიქმნა, გურიაშია ბაზირებული და რომელსაც ყობახიძე ხელმძღვანელობს. გეგმა არსებობს, ვითარება რთულია, გამოწვევა არის ძალიან ბევრი, თქვა სტიქიაზე გუშინ ყობახიძემ. გუშინაც და დღესაც მან კომენტარი ისევ მხოლოდ სამთავრობო მედიისთვის გააკეთა. შეკითხვაზე იგეგმება თუ არა დიდთოვლობის გამო მოსახლეობის ევაკუაცია, პასუხობს, რომ ამ ეტაპზე ევაკუაცია ნაკლებად აქტუალურია, თუმცა ყველა სოფელში შევლენ, რათა მოსახლეობას დაეხმარონ. მისივე თქმით, სხვა სოფლებშიც იგივე სამუშაოები არის ჩასატარებელი, რაც სოფელ შრომის შემთხვევაში ჩატარდა. ერთ-ერთი კრიტიკული მონაკვეთი იყო სოფელში რომამდე მოსასვლელი გზა, მთლიანად იყო გასაწმენდი, მთლიანად იყო მოწყვეტილი სოფელი, სოფელი და რამდენიმე მდებარე სოფელი უზურგეთს ქალაქს და ღამის განმავლობაში დილამდე მაშულმა ძალიან აქტიურად იმუშავა და მთლიანად გაიწმინდა გზის ეს მონაკვეთი, შესაბამისად კომუნიკაცია არის აღდგენილი. არის შემთხვევები, როდესაც შეიძლება ერთ დღეშიც ვერ მოხერხდეს გზის გაწმენდა და ამ შემთხვევაში ალტერნატიული საშუალებით შევლენ როგორც მაშულები, ასევე თავდაცვალების წარმომადგენლები შესაბამის სოფლებში იმისათვის, რომ შესაბამისი დახმარებით უზრუნველყონ მოსახლეობა. ევაკუაცია ნაკლებად აქტუალურია, როგორც ასეთი, როგორც ჩარევის ზომა, თუმცა რაც შეეხება სოფლებში შესვლას, უკლებლივ ყველა სოფელში უნდა შევიდეთ იმისათვის, რომ მოსახლეობას ადგილზე გაუწიოთ დახმარება. ეს არის თავი გეგმა, რომელიც გვაქვს დასახული. ასე დრო სპეკულაციაზე მინდა გავაგრძელო. სამთავრობო ჟურნალისტების კითხვები გუშინაც დღესაც ამასაც ეხებოდა. სპეკულაციის თემა რომ გავაგრძელოთ, არის თუ არა იმის დასტური, რომ მედიის კანონის მიღება აუცილებელია, სვამს ერთ-ერთი შეკითხვას, ანუ მედიის ცენზურის კანონს გულისხმობს. სამთავრობო მედიისთვის კომენტარებს აკეთებს რწმუნებული გიორგი ურუშაძეც, მან არ უპასუხა დღეს ჩვენ სატელეფონო ზარს. თავდაცვა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სამხარეო სამსახურები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები ეს არის რესურსი, რაც ჩართულია ახლა სამაშველო ოპერაციებში რეგიონებში, როგორც ცნობილია, ვერტმფრენი ვერ მუშაობენ ნისლში ან ღამის საათებში. მეორე მხრივ მოხალისეებს აქვთ შტაბი ოზურგეთში, შექმნეს ჯგუფი, სადაც მოქალაქეები წერენ და ითხოვენ დახმარებას, შექმნეს სპეციალური ვებგვერდიც, სადაც მარტივი ფორმის შევსებით შესაძლებელია საკუთარი საცხოვრებლის მონიშნა. ეს არის ვებგვერდი მოხალისე.g. უამინდობის გამო შეჩერებული ჰქონდა მუშაობა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს, იქ გუშინ ერთი ნაწილის შესასვლელი ჩამოინგრა კიდეც, საბედნიეროდ არავინ დაშავებულა, დღეს იქ ფრენები აღდგა. ერთი რეისი გაუქმდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტშიც, გაუქმებული აქვს რეისები საქართველოს რკინიგზას. პრობლემებია ხოლმე ცენტრალურ მაგისტრალზეც, რიკოტზე ჩამოწვა გუშინ ზვავი, მოქალაქეებმა მოასწრეს მანქანებიდან გადმოსვლა. და თქვა ბოლოს რაც ეხება ამინდს, 112 მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ ხვალაც 27 თებერვალსაც დასავლეთ საქართველოში შენარჩუნდება რთული მეტეოროლოგიური პირობები და მოუწოდებენ სიფრთხილისკენ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა პირველი შეტყობინება ჯერ კიდევ 21 თებერვალს პარასკევს გაგზავნა. მესიჯი ეხებოდა გაფრთხილებას შავი ზღვის სანაპირო ზოლში ამინდის მკვეთრი გაუარესების თაობაზე. შეტყობინების მიხედვით მოსახლეობას განსაკუთრებული სიფრთხილე 23-24 თებერვალს აი ამ დღეებში უნდა გამოეჩინა. ამდენად აშკარაა, რომ გურიასა და აჭარაში მძიმე მეტეოროლოგიური პირობები და მდგომარეობა მოულოდნელად არ შექმნილა. ფაქტია, რომ სახელმწიფო იცოდა სტიქიასთან დაკავშირებული რისკების შესახებ, მაგრამ სრულიად მოუმზადებელია საგანგებო სიტუაციების დროს, რაც ჯერ კიდევ 2023 წელს რაკისა და ბაღდათის უმძიმესმა გამოცდილებამ საჩვენა, როდესაც ურმას შტაბურ და დამანგრეველ სტიქიურ მოვლენას 40-მდე პირის სიცოცხლე ემსხვერპლა.